დღეს დიდგორის მემორიალთან ბავშვები ამოვიყვანე. მინდა გაიაზრონ რის ფასად ვართ ჩვენ აქ და საერთოდ ცოცხლები. რომ არა ის სწორი გაბედული პოლიტიკა, რომ ან ღირსებას უბრუნებ შენ ერს და აკეთებ ყველაფერს შენი სამშობლოსთვის, ან უბრალოდ მორჩილდები და ნებდები, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ის რომ ილღაზი მოდის და ასე შემდეგ, ილღაზი გზაშია. საიდან მოდის ოღონდ ეს გასარკვევია. ილღაზსაც ყავდა ქართულენოვანი საქართველოში გაზრდილები ხარდამჭერად. მაინტერესებს, როცა საუბრობთ გეორგიევსკის ტრაქტატის განახლებაზე. თუ ხვდებით, რომ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, დამოუკიდებელი ეკლესია და ერთ-ერთი უძველესი, კვლავ გახდება რიგითი მათ შემადგენლობაში. მაინტერესებს, თუ ხვდები, რომ რაც ტრაქტატი ითვალისწინებდა და გვიკრძალავდა მაშინ იმ გარიგებით. თუ ხვდებით, რომ საერთაშორისო ურთიერთობები, ვაჭრობა სხვადასხვა ქვეყნებთან, თუნდაც თურქეთთან, თუნდაც ან ირანთან, ან ევროპასთან, მხოლოდ ჩრდილოეთის თანხმობით უნდა მოხდეს. თუ ხვდებით, რომ აქ ხელისუფლის დანიშვნა, თუნდაც არჩევნები მეგაობიექტურად ჩატარდეს, მაინც ჩრდილოეთიდან უნდა მოხდეს. ამას ითვალისწინებდა ტრაქტატი და ყველაზე მთავარი, რა მინდა ვიკითხო. ტრაქტატის მიხედვით საომარ პირობებში ურთიერთ დახმარება იყო გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, არც ერთხელ არ შეუსრულებია რუსეთს ეს. თუმცა ერეკლესგან იყო ქმედითი ნაბიჯები მათ დასახმარებლად. ახლა მაინტერესებს, თუ ტრაქტატს გააფორმებთ და ხარს რომ უჭერთ, თქვენ წახვალთ უკრაინის წინააღმდეგ ომში? მე მაცვია ჩვენი არმიის ფორმა. ის ფორმა, რომელიც 2008-ში ჩვენ ჯარს ეცვა და მეც მეცვა. მაინტერესებს, უკრაინის წინააღმდეგ უნდა გაგვიშვათ ხორცის საკეპ მანქანაში? რუსეთს რომ ცოცხალი ძალა აღარ ყოფნის მაგის გამო? თქვენ თუ წახვალთ იმ ომში ტრაქტატის ვალდებულებით რომ გვექნება აღებული, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მაინტერესებს, თქვენ შვილებს თუ გაუშვებთ იმ ომში? იმიტომ რომ ომში მყოფ ქვეყანას უნდა დაეხმარო იმ ვალდებულებით. მე არა. პირდაპირ გეუბნებით, მე არა. იმიტომ რომ რუსეთი შეიძლება ქრისტიანული არის ნაწილობრივ, მაგრამ ერთმორწმუნე დართული. თუ რუსეთი ერთმორწმუნეა, უკრაინაც ერთმორწმუნეა. და ცალმხრივი სიყვარულის არ წამს. შენ რუსეთი გიყვარდეს და რუსეთ შენ არ უყვარდე, ან გიყენებდეს, მაო. ეს გამოყენება, როგორც გითხარი, გიყენებს და არ ვაპირებ, რომ მე გამოვაყენებინო თავი. არც იმას ვაპირებ, რომ ვინმე ჩვენიანმა გამოვაყენებინოს თავი, ან ჩვენ გამოგვიყენოს. კი, ქართველიერი ბრძენია, მაგრამ ხშირად ბრიყვია, რადგან უყურებთ და უჯერებთ ხალხს, რომლებსაც ქვეყანა სამშობლოდ მიაჩნიათ, მაგრამ როგორც სამშობლო, როგორც ქვეყანა ვერ წარმოუდგენიათ. როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ვერ წარმოუდგენიათ. არ ვიცი, დიდგორსა და ტრაქტატს შორის თუ პარალელს გაავლებთ, მინიმუმ უნდა შეგწყვეთ. მინიმუმ.